როგორ გავიაროთ X კილომეტრი. X-ი უდრის 100. სტუმარი ბატონი X-ი. ბატონი ღვთისო, დღეს პირველად გადის 100 კილომეტრს. აქამდე ამდენი მანძილი არ ულია და ნახოთ როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი. ეხლა მოუხვევთ და დაიწყება აღმართი პლუს თავის ქარი. აბა როგორი იყო თავის ქარი? ჯერ კიდევ არის. საკმაოდ რთული იყო, არა? ასწორებს რა. ბოლო აღმართია დღის პირველი ნახევარი. იალბუჯის გადასახევთან მოვედით. რამდენი კილომეტრია ბატონო X აქამდე? 10 კილომეტრი. ხო, რა ჩადგა? ვერ ვეწევით. მაგარ ჯალზე ყოფ. ესეთი რამე არ უნდა გააკეთო. მე 15 კილომეტრს. იმ შენობას აწერია ინდაური G. 26 კილომეტრი გავლილი. განაახტის როგორ ხდება? არ დაღილი ხარ? დავიღალე ამას ვისას, მაგრამ დაგმართ ფაქტიურად დავიშენე და დავიწყე. აზის კენჩიც მოვედით. როგორ ახარ თლოვებო? ველოსიპედი. პიკი საათია მარნეულში. ველობილიკი მარნეულის ახალ ხიდზე. ჩვენ აქ აურსაცხობში რაღაცეები დავიძრიეთ და ვაპირებთ ქალაქიდან რომ გავალთ. კიდევაც დაიზრდებიან ის ძეგლთან მივირთოთ რამე რა. როგორც ხე გამოვედით მარნეულიდან. აშკარად მეტი ველოსიპედი და სკუტერი ჭირდება იქაურობას. მოძრაობასაც განმუხტავს და ხალხი ცოტა მიეჩვევა, თორე თითქოს ვერ გხედავდა, ვერც მანქანა, ვერც ფეხით მოსიარულე. გალფის რეკლამა ხდის. ერთი პარკი საჭმელი მაქვს ველოსიპედზე და ჰოთ-დოგებს ყიდულობს კიდე. ჩემი აზრით დაუნკლავდეთ. ესეთი გემრიელია გალფის ჰოთ-დოგი. სამდილა. აბარასტე. პირდა. საჭმლის რევიუ. აგერ არის სენდვიჩი. აქ ძალიან ცხიმიანი პიცა და ორი რაღაცა იმ გოგომ გითხრა შიგნით შოკოლადი აქვსო და გარედან რო უყურება არ გავს რომ შოკოლადი აქვს, მაგრამ ნახოთ რა. არც თუ ისე სანდომიანი შეხედულების ჰოთ-დოგი თუ სენდვიჩი. ღვთისო გემო როგორი იქ? ზაღლის ხორცის გემო. იცის გაყოფა. როგორც მოსემს ზღვარდაყო. ინებით. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეგმენტი დღევანდელი მარშრუტის. ძალიან გადატვირთული არის მარნეულიდან ოდამდე ჩვენთვის, მაგრამ ზოგადად ფონიჭალამდე სულ ესეთ გადატვირთული მოძრაობა. მოვახციეთ კოდამდე საშინელი გზა არის. ველოდებით ახლა შუქნიშანი აინთოს და გადაუხვიოთ ასურეთისკენ, აქ ცოტა სოფლებით გავივლით მშვიდ გზაზე. თორე ძალიან დაგვღალა, მენტალურად დამღლელი არის. ღვთისომაც კითხვა ცოტა დავიღალეო. ჩემ საყვარელ მუხათის წყაროზეც მოვედით, რომელიც გრიგოლ ორბელიანმა გამოიყვანა მუხათში და 50 თუმანი დაუჯდა. აბა, ბატონო ღვთისო, ახლა უკვე გავიარეთ 60 კილომეტრი. როგორი შეგნება?
შესანიშნავი. მომეწონა რა. ყველაზე რთული იყო ეს სუდიძის ამოვის, რაღაც ბევრი ტრაილერები დადიოდნენ და უფრო იმან დამღალა, რომ კონცენტრაცია ჰქონდა იმაზე, რომ გვერდზე არ გადავსულიყავი ოდნავადაც, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ჯულიან და საშიშია რა. და კიდე თითქმის ერთი ამდენის გავდა რო გიწევს მაგაზეას ვფიქრობ. მაგაზე ჯერჯერობით არ დარდო. თუ ჯერჯერობით არ ვფიქრობ. არ ვფიქრობ. რამდენადაც მაგარი არის ძველებური ველოსიპედები, იმდენად საშინელებაა მათი გადაცემათა თანაფარდობა და ამას ღვთისმსახურს საკუთარ თავზე გრძნობს. აი რთული იყო. ასურეთის აღმართი. აი აბა. წავიდა. მოვედით, ზოგადად ასურეთში ხალხი მოდის შვაბების ქუჩის სანახავად, იქით ტაძარია იმის სანახავად. გერმანული სახლების სანახავად ჩვენ მოვედით აგერ ლუდის დასალევად. ადგილობრივი ლუდი მობრძანდით გასინჯეთ. მოიტანა ბატონმა ღვთისმ დამატება. სახელი მაინც ისე ვერ დავიხსენე. დარტი. ე ხმარი. ოპა. ორი ლუდი მივიხვით. აგერ აი ლამაზ ადგილას და ვეშვებით ახლა რუსთავის. დავაი ღვთის. ჩამოვედით მუხაჩი 75 კილომეტრი დაკეცილია. ბატონი ღვთისოს განწყობა ამაღლებულია. არ გუნასმეთმა ეს თქვა. რელაქსი მოგუანიჭა და არ ხასიათზე მოვდივართ იჭიდან მთელი ეს პერიოდი რაც და დავაჯდებით კოდას გზას. და იმედია აღარ იქნება ესეთ საშინელი მოძრაობა, როგორც წეღან იყო მგონი გადაიარა პიკისად. მოკლედ ისეთ საშინელება ხდება ამ კოდა კუმისის ტრასაზე, რომ მაციეროს მე და ღვთისო მარჩიეთ აქ გადმოუხვიეთ სოფელში და გრუნტიანი გზით ჩერეს კუმისის ტბა ჩავალთ რუსთავში რა, ამის დედაცვატით თავს ხო არ მოვიწყოთ. საშიშია შეიძლება გავიგრით. ბაზარი არ არის. ცოტა ნელა ვივლით და ჩავალთ რა. დავედით, დაიწყო გრუნტი. ოპა! ამაზე კაი გადაწყვეტილებას დღეს ვერ მივიღებდით. იქ მანქანებში სიარულის მაგირა და აგერ ოპა ცოტა road bike მიუჭირს, მაგრამ ურადღებით ხარ. გადიხარ რა. კუმისის აღმართით ავირიდეთ. კაი ხედით გვექნება კუმისის ტბაზე. მეტი რა გინდა. ჩავალთ პირდაპირ. რო გადმოვხვიეთ. იმდენი ხანი ვიღიმებოდი, რომ ეხლა კუნთები მაგ დაძაბული. რაუ, შენივად დავდივართ, არა ხდის? ძალიან აი. შევისვენეთ ამ ულამაზეს ადგილას. ერთ-ერთი მოკლედ გრეველ ბაიკები იყიდეთ ხარ. სრული off-road-ი. არანაირი გზის დასახი აღარ არის. 23 მილიმეტრიან საბურავებს. ნამდვილი თავგადასავალი. ღვთისოს უყენია ველოსიპედზე. არ ვიცი 80-იანების ან 90-იანების გრან პრი 4000-ები. მე მიყენია თანამედროვე გრან პრი 5000-ები. კონტინენტალ. დაგვასპონსორი. რა სიტყვიება? off-road-ისთვის კაი არის 23 მილიმეტრიანები? არც ისე. არც ახლო იყო. სრუგანგაში. არც ისე ახლო იყო. აი იქნა მივიდეთ, აი. რამდენიმე წლის წინ ვიყავით რა და კარგად აღარ მახსოვს. ვიპოვეთ გრუნტი. მაგრამ
აშკარად დიდი ხანი არავისებულია და ამხვიერი არის. ჯერჯერობით კარგად მიპლიტავს ღვთისო. მეც კარგად მიყვები. მიდი. კარგი ხსა. ჩამოვიარეთ. სოფელთის თანდაც ჩამოვედით. ჩემთვის უცნობი მიზეზით გადათხრილია გზები, ნახოთ ღვთისო როგორ დაძლევს. ვაუ, ბრავო, საიკლოკროს! ესეც ასე. დაუბრუნდით ტრასას. ჩამოვედით სოფელ მთისძირში და აქედან ზურგის ქარით და დაღმართებით მივალთ რუსთავამდე. 90 კილომეტრი უკვე შევასრულეთ და დაახლოებით 10 კილომეტრია კიდე რუსთავამდე დარჩენილი. დაუბრუნდით რუსთავში. ბოლო აღმართი. სახში მივალთ და 100 კილომეტრით შესრულდება. საწყის წერტილთან დავბრუნდით და ზუსტად მაშინ გახდა 100 კილომეტრი. მოკლედ ბატონო ღვთისო, გილოცავ. მარჯვენა ხელით როგორ ჩამოგატა. გულოცავ ბატონო ღვთისოს წარმატებულ გასვლას შვიდობით სახში დაბრუნებას და პირველ 100 კილომეტრიან გასვლას. და შემდეგი 150, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 1000 დავით.